კაკანებენ მეგობრებო. გესმით? კაკანებენ. ქუალიკოს კაცები. კაკანებენ ქუალიკოს კაცები. კაკანებენ. მეორე მზია. 19 წლის. კეთს აუცილებლად დაჭირდება მარილი, კალას მარილს ავიღებ. მე ვამზადებ ქათამს ნაღების სოუსში. ვიყენებ ქუალიკოს ქათამს, ჩემი კერძისთვის მეგობრებო. ვინო ვფიქრობ გავაყოლო ხელს აი ეს თელიანი ვოლი ხმარაული. სახსარი ვერ ვიპოვე და ვერ ვაჭრი ბარკალს. ცოტა ჩეხალვა მიდის, მაგრამ ყველაფერი თვარიგზე. შავწვა მაინც რა ums არ ვაჭრო ახლა. ეხლა სუდი ფერი აქვს. ახლა ვცდილობ რომ მომზადო სოუსი. აი მე მზია. ეხლა მეგობრებო, აი ამ სიტუაციის გასანეიტრალებლად მე მოგიყვებით ჩემს კატებზე და ძაღლებზე. მე მყავს 12 კატა და მყავს 1 ძაღლი. შოკი, ფუფა, გაიოზი, ერმალო, ოპო და სუნი მყავს კიდე. სიმარა ეს ალბათ არ უნდა. ჩასვა. ვარ პოკვი. ვერ ახოძე. მარა ბუზავე ხა ამას რამეს. აი ხა მარილი ბევრი არ უნდა მოგვივიდეს. ეხლა მოვწოს უკვე. გაგვიმარჯოს მეგობრებო. აი მაგრად კი ვნერვიულობ, მაგრამ ყველაფერი იქნება. ვარ კმაყოფილი საერთოდ. ახლა ცოტა დავიბენი. შემნათრო ამგვენო. ცოტა. მარა კაია. გამარჯობა. გამარჯობა. მე ვარ მზია ნატროშვილი, 19 წლის. ჯერ არ ვიცი ცხოვრებაში რა მინდა. 5 წუთი გაქვს დრო. თან უნდა ჩაეტიო, თან მოყევი და თან გაერკვიე რა გინდა და ჩვენგან რა გინდა ეგეც გითხარ. თქვენგან მინდა რომ შეაფასოთ ჩემი კერძი და მითხრათ თუ რამდენად სწორ პროფესიას ვეჯახები. იმიტომ რომ მოყვარულ მზარეულსაც ვერ ვუწოდებ თავს, მაგრამ რადგან გამიჩნდა სურვილი, მოვედი აქ. სურვილი გაგიჩნდა პირდაპირ მოხვედი აქ? კი. მანამდე არ ცადე რამე არაფერი? ძალიან მოკლე პერიოდი მქონდა იმისთვის რომ მეცადო. გუშინ მოგინდა და დღეს მოხვედი. თქვათ გუშინ არ მომინდა. რამე იმუშავე ამ პროფესიაზე? ანუ იმუშავე რას გულისხმობ, იცი? აი რაღაცეები ცადე 1 4 თვე, 5 თვე, 3. არა, 5 თვე არ ყოფილა. ცადე რომ თეორიული ცოდნა მაინც მივიღო, სანამ აქ მოვიდოდი. პრაქტიკა საერთოდ არა. ცოტა, ოდნო. რას ეძებ ცხოვრებაში? კარგ რაღაცებს ვეძებ რა. კარგი უნდა იყოს. ყველა მასე ვეძებთ კარგ რაღაცებს. რას გვიმზადებ? მე გიმზადებ ქათამს ნაღების სოუსთან ერთად. რომელ პროფესიასთან ხარ უფრო ახლოს? უფრო ხატვა მომწონს, ვერ გადავწყვიტე რა მინდა და რაც არ მომწონს და არ ვარ ჩამოყალიბებული, მაგას გულით ვერ გავაკეთებ. მარტო ცხოვრობ? მე ვცხოვრობ დედასთან, მამასთან, ჩემ 12 კატასთან და ძაღლთან ერთად. 12 კატა? კაი გამძლეობაა 12 კატა. მიყვარს. ერთი ძაღლი რატო გაგენაწილებინა? პატარა რო ვიყავი, 7 ძაღლი მყავდა ქუჩიდან მიყვანული. მე უფრო კატები შეგვიყვარდა რა. მე რაღაც უფრო თავშესაფარი გაგეკეთებინა. მინდა, ეგ არ შემიოცნება. ისწავლი კეთებას და აჭვე მერე იმა. დრო იწურება. ვერ მოასწრებ და დარჩები ეგრე. იწურება. კი ბატონო. 20 წამი დაგჭა ფაქტიურად. დროზე. 3 და სოუსი. 1 0 ხელები მაღლა. გადადგილე, გადადგილე. კატაუტი. მოვიდე? ალბათ. შქმერული სუნი აქვს. მსგავსი. ეს რა ნაწილია? ეს არის ბარკალი გამოვარჩიე ძვლისგან ჩემი ჭკუით. ეს ნახრეტისაც სლისია. ნახრეთი ცოტა დუეომე იმას, რა ქვია, ბარკლებს დავჯიჯგნეოდნო. როგორც კატებს აჭმე? არა. კატებს განსაკუთრებულად ვაჭმე. ანუ ჩვენ კატებზეც ისი არ ვართ.
გემრიელი არის, უგემური არ არის. უბრალოდ არ ვიცი რამდენად ყოფნის ჩვენს კონკურს. კი. მადლობა. ძალიან მარტივი. უგემური ნამდვილად არ არის, მაგრამ მე არ ვიცი, ალბათ შენ თქვი რომ ხატავ, ხო? ხატვას მივაწვე. ეს იქნება ჩემი რჩევა. მადლობა. გემოს გავსინჯო უბრალოდ სოლს. მე გეტყვი ვერ არას. ვერ არის. მოდი ახლა მე გეტყვი სიმართლე. ეს შენი პროფესია არ არის. ისე მოხვედი და ისე ყვები, რომ საერთოდ შენი არ არის. ანუ მიხვდი? უბრალოდ მოხვედი, აი всё, ეგ არის. ჩემგან არა. შენ გაქვს 3 არა და ვერ გადახვედი შემდეგ ეტაპს. ისე კარგი აზრია, თავშესაფარი გააკეთე, თუ გიყვარს ეგრე ცხოველები და მადლიც იქნება და კარგიც იქნება. ან კატებზე შექმენი მულტფილმები, დახატე. მადლობა უღრმესი. კარგად. კარგად. კარგად.